დღეს ვაპირებ დავათვალიერო დამალული გვირაბები, რომ ნახო შემძლებ თუ არა იქ აქსოლოტლების ან სხვა უცნაური არსებების პოვნას. მაგრამ ეს ცოტა საშიში იქნება, რადგან ეს გვირაბები სავსეა საშიში ცხოველებით, მათ შორის ალიგატორებით, გველებით, კბენია ქუებით და უამრავი ობობით, ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამ ვიდეოში მე ვაპირებ 4 სხვადასხვა გვირაბის დათვალიერებას, სადაც სხვადასხვა სახეობის ცხოველები ცხოვრობენ. დავიწყებთ ამ ორით, რომელთა შესახებაც ამბობენ, რომ აქსოლოტლები ცხოვრობენ შიგნით. სიმართლე რომ გითხრათ, ეხლა აქ შესვლა საკმაოდ მაშინებს. აქ ძალიან ბევრი ნიშანია, რომელიც მეუბნება, რომ არ უნდა შევიდე და მაფრთხილებს რა შეიძლება იყოს შიგნით. მაგრამ თუ გვინდა აქსოლოტლები ვიპოვოთ, ჩვენს შიშებს უნდა შევეჭიდოთ. და გახსოვდეთ, ეს მხოლოდ პირველი გვირაბია. რაც უფრო შორს წავალთ, გვირაბები კიდევ უფრო საშიში გახდება. ასე რომ დავიწყოთ გამოკვლევა. როგორც კი შევედი, უამრავ ობობას გადავაწყდი და უკვე ვნანობდი, რომ ეს ვიდეო გადავიღე. მაგრამ ამის შემდეგ პირველ ცხოველს გადავაწყდი. ეს რა ჯანდაბაა? ნახეთ, იქ რაღაც უზარმაზარი მბინარის კიბო, ან რაღაც მსგავსი ზის. ნახოთ, შევძლებ თუ არა მის დაჭერას. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას ბიჭებო. გონი ამას კრევეტა ქვია და ისინი ძალიან იშვიათები არიან. ჩვენ თითქმის არასდროს ვიჭერთ ასეთებს. შეხედეთ რა დიდი კლანჭი აქვს, ეს ძალიან მაგარია. თუ ეს არის პირველი ცხოველი, რომელიც ვიპოვეთ, ვერც კი წარმოვიდგენ კიდევ რას ვიპოვით. და ყველა მაგარ ცხოველს, რომელსაც დავიჯერთ, შევინახავთ. ასე რომ მოდი ეს ბიჭი კონტეინერში ჩავაგდოთ და ძიება გავაგრძელოთ. როცა გვირაბში უფრო ღრმად შევედი, ყველაფერი უფრო საეჭვო ხდებოდა და ცხოველების ხმების გაგონება დავიწყე. ეს რა იყო? ეგ ალიგატორს კავდა. ჰუი, მაგრამ ნახეთ, აი იქ, პატარა კუა. ალიგატორი დაივიწყეთ ხალხო, პატარა კუ ვიპოვეთ. არ ჯობია სანამ ალიგატორი დაგვესმება აქედან წავიდეთ. შეიძლება, მაგრამ ძალიან მაგარ ცხოველებს პოულობთ და მინდა გავაგრძელოთ. არ ინერვიულო მსმენია თუ ალიგატორს გადააცლები, უბრალოდ ზიგზაგურად უნდა ირბინო და ვერ დაგეწევიან. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს გვირაბში? ასე რომ ეს ნამდვილად კარგი იდეა არ იყო, მაგრამ გადავწყვიტეთ გვირაბში უფრო შორს თავს ულიყავით და ყველაფერი ღირდა, რადგან საბოლოოდ ჩვენი პირველი აქსოლოტლი ვიპოვეთ. არ არსებობს, ნახე, პატარა აქსოლოტლი ვიპოვეს სწორედ აქ. მოდი აქ პატარა. ღმერთო ჩემო, რა პატარა. ეს ჩვენი პირველი აქსოლოტლი ამ ვიდეოში, მაგრამ ის უბრალოდ პატარა ბავშვია. ჩვენ ბევრად დიდებს ვეძებთ, მაგრამ ესეც ძალიან მაგარია. მოიცადე, მგონი კიდევ ერთ ვხედავ. მოდი აქ პატარა, ღმერთო ჩემო. საინტერესო ფაქტი, ესენი სინამდვილეში აქსოლოტლები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად მათსავით გამოიყურებიან. სინამდვილეში ესენი უბრალოდ პატარა ვეფხვის სალამანდრებია, ასე რომ საბოლოოდ ისინი ხვლიგებად გადაიქცევიან. თუ გაგვიმართლა, შეიძლება ამ გვირაბში მართლაც ვიპორტლაც ვიპოვოთ რამდენიმე. ასე რომ ეს ბიჭები უნდა ჩავდოთ კონტეინერში და გავაგრძელოთ გზა. რაც უფრო შორს შევდიოდი გვირაბში, ყველაფერი უფრო და უფრო შემზარავი ხდებოდა. მაგრამ ამასთან ერთად უამრავ თევზსაც პოულობდი. ნახეთ ეს ბიჭებო, რაღაც დავიჭირეთ. როგორც ჩანს, ეს ვიდეოს პირველი თევზია. ეს კი სინამდვილეში დოჯოლოჩია, ძალიან გავს გველთევზას და ესენი საკმაოდ იშვიათები არიან. ჩვენ თითქმის არასდროს ვიჭერთ მათ, ასე რომ ძალიან მაგარია, რომ ერთ-ერთი გვირაბში ვიპოვეთ. კიდევ ერთ თევზს ვხედავ, შედი ბადეში. ვაუ, ეს რაა? ღმერთო ჩემო, ეს თევზი ძალიან უცნაურად გამოიყურება ბიჭებო. ამას სპილოს ცხვირა თევზი ქვია და მარტივად მიხვდებით, რატომაც ეძახიან ასე ამ გრძელი ცხვირის გამო. როგორც ჩანს, რაც უფრო ღრმად შევდივართ გვირაბში, ცხოველები კიდევ უფრო უცნაურები ხდებიან, ასე რომ ეხლა ამ ბიჭს კონტეინერში მოვათავსებთ და ძიებას გავაგრძელებთ. ვაუ, ეს რაღა, აქ რაღაც დიდი არის. მგონი ეს დიდი ლამპიშია ბიჭებო. შეხედეთ ამას, არ მჯერა. ეს უდავოდ ყველაზე დიდი ცხოველია, რაც აქამდე გვიპოვია. რაც ყველაზე მაგარია ამ არსებებში ისაა, რომ ისინი მთლიანად წყლის ბინადრები არიან. თუმცა აქ პატარა ფეხები აქვთ, რომლებიც მათ ხმელეთზე სიარულში ეხმარებათ. ვაუ, ეს მართლა მაგარია ბიჭებო, რა უცნაური აღმოჩენაა. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ აქსოლოტლებს. ამიტომ ძიება გავაგრძელე და როცა გვირაბში უფრო ღრმად შევედი, ბოლოს ის ვიპოვე, რასაც ვეძებდი. ღმერთო ჩემო, ნახეთ აი იქ უზარმაზარი აქსოლოტლია, შეხედეთ ამას. ეს უდავოდ ყველაზე დიდი აქსოლოტლია, რაც აქამდე გვიპოვია. მოიცადეთ. მგონი კიდევ ერთ ვხედავ. არ არსებობს. ორი ერთმანეთის გვერდით ყავს. ეს არსებები მართლა დიდები არიან. ფიქრობ მალე სალამანდრებად გადაიქცევიან. მაგრამ ახლა ისინი ეს საყვარელი პატარა აქსოლოტლები არიან. არ მჯერა კიდევ ერთი. ნახეთ, კიდევ ერთი აქსოლოტლია. მეგობრებო, ამ ადგილას ძალიან ბევრი აქსოლოტლია. ეს უკვე მესამეა ზედიზედ, მეგობრებო. მაგრამ ეს არაფერია, რადგან ვიდეოს მოგვიანებით გვექნება თევზის მახის დაყენებას გვირაბის შესასვლელთან. ვინ იცის, რამდენს დავიჯერთ მაშინ. მაგრამ ეხლა გავაგრძელოთ გვირაბის შესწავლა, რომ ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. მოიცადეთ, ნახეთ იქ, რაღაც მოძრაობს წყალში. ეს კიბორჩხალაა? შეხედეთ ამას. ეხლა ვიპოვეთ უზარმაზარი ყვითელი კიბორჩხალა, მეგობრებო, ეს უბრალოდ საოცარია, ღმერთო ჩემო. მგონი ესეთი ჯერ არასდროს დაგვიჭერია, მეგობრებო. თუ იცით რა არის ეს, კომენტარში დაწერეთ ქვემოთ.
როგორც ხედავთ, ახლა ცდილობს თავისი უზარმამაზარი კლანჩით ჩემს თითზე წვდომას და მიჭერას, მაგრამ ეს ძალიან მაგარია. აუცილებლად დავიტოვებთ ამ ბიჭს. ნამდვილად არ ველოდი რომ გვირაბში ვიპოვიდ იმას. ეხლა გვირაბის შუაში ვართ და ალიგატორის კვალი არ ჩანს, მაგრამ ეხლა გამახსენდა რომ ამ გვირაბის მეორე მხარეს კიდევ ერთი გვირაბია. ასე რომ არის შანსი იქ იყოს, რაც კარგი არ არის, რადგან შემდეგ სწორედ იმ გვირაბს ვიკვლევთ. კიდევ ერთი თევზი დავინახე. მგონი პაფერი თევზია ბიჭებო, ეს სიგიჟეა. ამას კუზიანი ბუშტევზა ქვია და ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ბუშტევზა რაც შეიძლება იპოვო. სწორედ ამიტომ ვართ ეხლა ამ დამალულ გვირაბებში, რადგან აქ იპოვი ყველაზე იშვიათ თევზებს. რაც უფრო შორს შევდიოდით გვირაბში, მით უფრო ხშირად პოულობდი თევზებს. არ მჯერა ბიჭებო, შეხედეთ ამას. კლოუნაი თევზი დავიჭირეთ და ეს საკმაოდ დიდია. ამ გვირაბში მართლაც ძალიან ბევრი თევზია. აი კიდევ ერთი აქვეა. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ბიჭებო, როგორც ჩანს, რაღაცა მან თევზს შეუტია. ხედავთ, კუდი მოაკვიჩა. ეს ალბათ ნიშნავს, რომ აქ რაღაც აგრესიულია. ასე რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამის გათვალისწინებით ფრთხილად გავაგრძელე გზა გვირაბის სიღრმეში, როცა ყველაზე საშიში არსება ვიპოვე აქამდე. მოიცადეთ, არ გაინძრეთ! მგონი იქ გველი დავინახე. შეხედეთ ამას. ღმერთო, ეს კარგი არ არის ბიჭებო, ეხლა გვირაბის სიღრმეში ვართ. თუ ეს გველი შხამიანია, ძალიან რთული იქნება მისგან თავის დაწევა და მე გველები არ მომწონს. ჩვეულებრივ შხამიან გველებს სამკუთხა თავი აქვთ და ამას არ აქვს. ვფიქრობ ეს უბრალოდ წყლის გველია, რაც კარგია. ისინი შხამიანები არ არიან, მაგრამ მაინც შეიძლება სწორედ მან შეუტია იმ თევზს. ასე რომ უნდა დავიჭიროთ და გავიყვანოთ აქედან, სანამ ყველა დანარჩენს შეჭამს. ღმერთო ჩემო, ეს არ მომწონს. კარგი, მეგობრები ვართ, არ მიგბინო. არა, ჩემს ხელს უახლოვდება. არა, არ გააკეთო ეს. თუ თქვენ გველების ექსპერტები ხართ, კომენტარებში დაწერეთ, რა სახეობაა ეს და ასევე დაწერეთ, უნდა ვიჭერდეთ თუ არა მას. ეხლა ამ გველს გვინაბის ბოლოს გავუშვებ. ასე აღარ მოგვიწევს ვიფიქროთ, რომ შეიძლება ჩვენ ან სხვა თევზებს დაესხას თავს. როცა გავაგრძელე, გვირაბში წყალი ძალიან ამღვრეული იყო და რამეს პოვნა ძალიან რთული გახდა. ამიტომ დავიწყე ბადის შემთხვევით ჩაკრა და ბოლოს კიდევ ერთი ცხოველი დავიჭირე. რაღაც დავიჭირეთ. მგონი კიდევ ერთი პატარა კუა, მაგრამ ეს პირველისგან განსხვავებულია. ამას რბილბატიანი კუქვია და მარტივად მივხვდებით რატომაც. სხვა კუებისგან განსხვავებით, მათ ბაგანი სრულიად რბილი აქვს, რაც ეხმარება ტალახში შენიღვას, ზუსტად ამას აკეთებ და ახლაც. კიდევ რამდენიმე ბადე ჩავაგდე შემთხვევით და როცა არაფერი ვიპოვე, ეს მოხდა. ღმერთო ჩემო, ნახეთ რა დავიჭირეთ ბიჭებო. ეს კიბო ნარინჯისფერია. ის ზუსტად იმავე ფერისაა, როგორც ის კიბორჩხალა, რომელიც ადრე დავიჭირეთ. და ზუსტად ისე როგორც კიბორჩხალა, ისიც ცდილობს დამიჭიროს. აი ხო, აი ასე, დამიჭირა. ეს ძალიან უსიამოვნოა. კარგი ბიჭებო, ეს გვირაბი ძალიან ტალახიანი ხდება, მაგრამ მაინც პოულობთ უამრავ უცნაურ ცხოველს, ასე რომ გავაგრძელოთ. სწორედ ამ მომენტში რაღაც დავინახე და ვერ დავიჯერე რაც ვნახე. ეს იყო ვებხვის სალამანდრა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. ბიჭებო, ამ ვებხვის სალამანდრას ჯერ კიდევ აქვს ლაკუჩები, როცა აქსოლოტლი იყო. ის პირდაპირ გარდამავალ ეტაპზეა აქსოლოტლიდან სალამანდრაში. ასეთი რამ არასდროს მინახავს. ეს ძალიან იშვიათი უნდა იყოს. ნახეთ რა დიდია, ეს უბრალოდ სიგიჟეა. ეხლა რადგანაც ის ესეთი დიდია, ვფიქრობ, მას წყლის ასებად ყოფნა მხოლოდ რამდენიმე დღე დაჩა და მალე სრულად ხმელეთზე იცხოვრებს. უბრალოდ ამჯერა რომ ვიპოვეთ, ეს ძალიან მაგარია. ეს იყო პირველი გვირაბის დასასრული და იმდენი უცნაური არსება ვიპოვეთ, მაგრამ ეხლა დროა მეორე გვირაბი გამოვიკვლიოთ. უბრალოდ იმედი მაქვს იმ ალიგატორს არ გადავაწყდებით. ფრთხილად შევედი შიგნით და ალიგატორის კვალი არ ჩანდა. მაგრამ როცა უფრო შორს წავ, ეს შეიცვლება. რაღაცას ხედავ. ეს რა არის? დავიჭირეთ, ეს რა ჯანდაბაა ბიჭებო, ღმერთო ჩემო, რაღაც სახეობის გველთემზას გავს, მაგრამ არ ვიცი რა არის. შეხებით ძალიან უცნაურია ბიჭებო, რაღაც სიგიჟე დავიჭირეთ, არ ვიცი ეს რა არის, თუ იცით, კომენტარში დაწერეთ. პირველი აღმოჩენა მეორე გვირაბში, ცოტა მეშინია აქ ყოფნის, ძალიან ბნელა, ვერაფერს ხედავ. და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ ალიგატორია. ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. კიდევ რაღაცას ვხედავ. ეს რა იყო? არ არსებობს. შეხედეთ ამას. კიდევ ერთი სპილოს ცხვირა დავიჭირეთ აქ. ეს ძალიან მაგარია. ეს მეორეა, რაც ამ ვიდეოში ჯერჯერობით ვიპოვეთ. ლაბი, რაღაც არის შენს უკან. Alligator? ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბაა? კიდევ ერთი კიბო ჩალაჩას, მაგრამ ეს წითელია. დაივიწყეთ სპილოს ცხვირა, მეგობრებო, ბევრად უფრო მაგარი რამ ვიპოვეთ. ეს უზარმაზარი კიბორჩხალაა. ზუსტად ისეთივე, როგორც ყვითელი იყო, თუმცა ეს წითელია. ესეთი რამ არასდროს მინახავს. ეს ძალიან მაგარია. მოდი ვნახოთ, ნეტავეს უფრო კეთილია ვიდრე ყვითელი. გთხოვ, არ მომიჭირო, ღმერთო. კარგი, ცდილობს მომიჭიროს. არ ვიცი რა სახეობის კიბორჩხალაა ეს, მაგრამ ძალიან მაგარია. ჯერჯერობით ამ გვირაბში უცნაური არსებებია, ასე რომ გავაგრძელოთ და ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. რაც უფრო ღრმად შევდიოდი გვირაბში, ყველაზე იშვიათ ცხოველს გადავაწყდი. ნეტა ვის არის რაც მგონია. ღმერთო გარბის,
გარბის, ნახეთ ეს ბიჭებო, ეს ალბინოსი სალამანდრაა. არ მჯერა ბიჭებო, ეს ძალიან იშვიათი უნდა იყოს. ბევრი ვეფხვის სალამანდრა მინახავს, მაგრამ ალბინოსი არასდროს. და როგორც ხედავთ, მას ლაყუჩები აღარ აქვს, რაც ნიშნავს, რომ სრულად გადაქცეულია ხვლიკად. ძალიან საყვარელია ბიჭებო, არ მჯერა. ეს ყველაზე მაგარი რამეა, რაც აქამდე ვიპოვეთ. გმერთო ჩემო, გადი, აქ აშკარად ალიგატორია, მაგრამ თუ ასეთ ცხოველებს პოულობთ, უნდა გავაგრძელოთ. ეს კარგი იდეა არ არის. ან იქნება ეს კარგი იდეა იყო, რადგან ამის შემდეგ კიდევ მეტი აქსოლოტლი ვიპოვე. მოიცადე, აქ ორი არიან, ღმერთო ჩემო, შედით ბადეში, ერთი და მეორე, ღმერთო ჩემო. ეს გვირაბი სავსეა ამ ასებებით, მაგრამ ჯერ კიდევ ბიდი გზა გვაქვს გასავნელი. ვინ იცის კიდევ რამდენს ვიპოვით? მოიცადე, ქვემოთ შეხედე. ღმერთო ჩემო, კიდევ ერთი გიგანტური სალამანდრაა. ეს კიდევ უფრო დიდია ვიდრე პირველი, რომელიც დავიჭირეთ. მეგობრებო, კიდევ ერთი სალამანდრა ვიპოვეთ, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ლაყუჩები. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის დაკავშირებულია პირველთან, რომელიც დავიჭირეთ, მაგრამ ეს მართლაც საოცარია. ეხლა რაც მართლა მაგარი იქნება ამ ბიჭების შინაურ ცხოველებად დაპოლასთან დაკავშირებით, არის ის, რომ ჩვენ პირდაპირ ვიხილავთ, როგორ გადადიან ისინი წყალში ცხოვრებიდან ხმელეთზე ცხოვრებაზე. როგორც ხედავთ, ამ გვირაბში ძალიან ბევრი იშვიათი ცხოველი ვიპოვეთ, მაგრამ არ ვიცოდი, რომ რაღაც მალე შეგვაჩერებდა დანარჩენის შესწავლაში. კარგი, ჟღესთისე თითქოს ახლდება. მგონი ეს არის. ირბინე, წადი, იარე, წადი, არა! კარგი, ეს საშინელი იყო. არ ვიცი რა დიდი იყო ის ალიგატორი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორი ხმამაღალი იყო, ღრიალი, ნამდვილად პატარა არ იყო, ეს მართლა ცუდია. ზუსტად ვიცი, რომ იქ კიდევ ბევრი აქსოლოტლია. ასე რომ, რასაც გავაკეთებ ესაა, თევზის მახეს დავდებ გვირაბის შესასვლელში. ასესე იმედია დანარჩენებსაც დავიჯერთ. კარგი, აი ასეა მეგობრებო. ამას ცოტა ხანს აქ დავდოვებთ და ვიდეოს ბოლოს შევამოწმებთ, მაგრამ ეხლა შემდეგ გვირაბში გადავინაცვლებთ, რომ ნახოთ კიდევ რას ვიპოვით. ცოტა მეშინია აქ შესulis მეგობრებო და ეს იმიტომ, რომ აქ ადრე ბევრი საშიში ცხოველი ვიპოვეთ, მათ შორის გველები, გიგანტური კუებები და დიახ კიდევ ალიგატორები. თუმცა ეს არ შეგვაჩერებს, რადგან აქ იშვიათი თევზებიც ვიპოვეთ, ასე რომ დავიწყოთ კვლევა. როგორც კი გვირაბში შევედი, მაშინვე ბევრი ობობა დავინახე, მაგრამ ასევე ბევრი თევზიც შევნიშნე. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ნახეთ, აქვეა თევზი. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დაჭერას. შედი ბადეში, შეხედეთ ამას მეგობრებო. აქვე ვიპოვეთ ლოკო, მაგრამ არ ვიცი რა სახეობაა. მგონი ესეთი ჯერ არ დაგვიჯერია, ესე რომ ეს ძალიან მაგარია. პირველი თევზი ამ გვირაბში და თალაც ძალიან იშვიათია. მოდით ეს თევზი კონტეინერში გადავიყვანოთ და გავაგრძელოთ გზა. ღმერთო ჩემო, მგონი პატარა კუ დავინახე. ნახეთ, აქ ბზაშია, ძლივს ჩანს. ღმერთო ჩემო, დავიჭირეთ. ეს საოცარია მეგობრებო, აქ პატარა კუ ვიპოვეთ. ის ზუსტად გავს იმას, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვიპოვეთ. უბრალოდ მგონი ეს ცოტა პატარაა. აქ ბზარში იყო, შეიძლება კიდევ იყვნენ, მაგრამ ცოტა მეშინია ხელის შეყოფა. იქ შეიძლება ყველაფერი იყოს. ღმერთო, ეს რა არის? რაღაც ვიგძენი, მგონი კიდევ ერთი კუა. დავიჭირე. არ მჯერა, ორი პატარა კუ ვიპოვეთ. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ გვირაბში მთელი ოჯახია, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და კიდევ ვეძებოთ. როცა გვირაბში უფრო ღრმად შევედი, ისეთ ადგილს მივადექი, რომელიც ბევრად ღრმაა. აქამდე სწორედ ამ ადგილას ვიპოვეთ მონსტრი კუები და ალიგატორებიც კი, ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბიჭებო, აქ ძალიან ბევრი თევზია და ყველა უზარმაზარია. პირდაპირ ჩემ ქვემოთ ძალიან დიდი თევზია. შეხედეთ ამას. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დაჭერას. შედი ბადეში მეგობარო. კი, დავიჭირეთ. მგონი ეს დიდი ბიშერია. თუ გახსოვთ, ამ ვიდეოში ცოტა ადრე რამდენიმე დავიჭირეთ, მაგრამ ისინი ბევრად პატარა იყვნენ ამასთან შედარებით. ეს პირდაპირ ყველაზე დიდი ბაიკერია, რაც კი ოდესმე მინახავს. როგორც ჩანს, რაც უფრო ღრმად შევდივართ გვირაბში, თევზები კიდევ უფრო უცნაურები ხდებიან და ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს მოსაძიებელი. და გასცოდეთ, ჯერ კიდევ გვაქვს ის აქსოლოტლის მახე, რომელსაც მოგვიანებით შევამოწმებთ ვიდეოში. მაგრამ ეხლა აქ კიდევ ბევრ თევზს ვხედავ. მოდი ეს ბაიკერი კონტეინერში ჩავდოს და გავაგრძელოთ. აქ დიდი თევზია. მგონი ეს რაღაც სახეობის კალათია. მოდი შედი ბადეში. კი, დავიჭირეთ. არ მჯერა ბიჭებო. მგონი ეს ჟირაფის ლოქოა. ღმერთო ჩემო, დამშვიდი მეგობარო. როგორც ხედავთ, მათ ჟირაფის ლოქოებს ამ ლამაზი ნაქარგის გამო ეძახიან. მართლა ჟირაფს გავს. რა ლამაზი თევზია ბიჭებო. მგონი ეს ჩემი ყველაზე საყვარელი აღმოჩენაა აქამდე. მაგრამ აქ არ გაჩერებულა, რადგან ამის შემდეგ კიდევ ერთი მონსტრი თევზი ვიპოვე. ეს რა არის? შედი ბადეში. მგონი ეს უზარმაზარი ჯაგუარის ციხლიდია. ნახეთ რა ლამაზი თევზია ბიჭებო. აი რატო ეძახიან მას ჯაგუარის ციხლიც? მას ზუსტად ისეთი ნაქარგი აქვს, როგორიც ჯაგუარს ექნებოდა და ასევე ძალიან ბასრი კბილებიც აქვს. ასე რომ ფრთხილად უნდა დავიჭირო, მაგრამ ეს მართლა მაგარია. არ მგონია, ოდესმე ასეთი დიდი ჯაგუარის ციხლიდი მინახავს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათ ქვემოთ ყველაფერი შეიძლება იყოს.
ამ ეტაპზე ღრმა ნაწილში მხოლოდ ერთი მონსტრი თევზი იყო დარჩენილი და ის აქამდე ყველაზე დიდი იყო. ეს კიდევ ერთი დიდი ბიშერია ბიჭებო. პირდაპირ ბადეში. ეს ძალიან მარტივი იყო. ეს ბევრად უფრო დიდია ვიდრე წინა და სინამდვილეში ბევრად უფრო იშვიათიცაა. ამას ორნატული ბიშერი ქვია და მას აქვს ეს ლამაზი ყვითელი და მწვანე ნაქარგები. მართლა არასდროს მინახავს ასეთი დიდი. არც კი ვიცოდი რომ ეს შესაძლებელი იყო. ასე რომ ეს მართლა ძალიან მაგარი აღმოჩენაა. ამის შემდეგ უფრო ახლო და დავაკვირდი ღრმა ნაწილს და კიდევ რამდენიმე თევზი ვიპოვე. აქ რაღაცას ვხედავ. ეს რა არის? მგონი პატარა გარია. ეს თევზი ბევრად პატარაა ვიდრე სხვები, მაგრამ ისეთივე მაგარია. ეს პატარა გარია. ერთ დღესაც ის ძალიან დიდი გაიზრდება, მაგრამ ეხლა ის უბრალოდ პატარა ბავშვია. მაგრამ ეს ამტკიცებს, რომ ეს მონსტრი თევზები ამ გვირაბში მრავლდებიან. ასე რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ დიდებს, არამედ პატარა ბავშვებსაც. ნახე ეს, რაღაცა ახლახან შეიცურა იმ ნაბრალში ქვემოთ. ცოტა მეშინია ხელის ჩაყოფა იქ. იმედი მაქვს, რაც იქ შევიდა არ მიგბენს, მაგრამ არასდროს იცი. შეიძლება რაღაც მაგარი იყოს, ასე რომ ვცადოთ. რა მოხდება თუ მეორე მხარეს ალიგატორია? ეს მართლა არ მომწონს. ღმერთო, რაღაც ვიგძენი. კარგი. რაღაცა იქ ქვემოთ. ვგძნობ მას. რა არის ეს? მგონი დავიჭირე. ღმერთო, არ არსებობს. ეს პატარა ბავშვი პლაკოა. ეს ძალიან მაგარია. ეს სინამდვილეში უბრალოდ ჩვეულებრივი პლაკო არაა. ეს ეწოდება მწვანე ფანტომ პლაკოს და ისინი ბევრად უფრო იშვიათები არიან ვიდრე ჩვეულებრივი პლაკოები. არ მჯერა რომ ხელი ჩავკავი იქ, მაგრამ ნამდვილად ღირდა. აქ კიდევ რაღაცას ვხედავ. არ არსებობს. შეხედე ამას. ეს პატარა ბავშვი კლოუნი ნაითფიშია. რამდენიმე მათგანი ვიდეოს დასაწყისში დავიჭირეთ, ვიჭირეთ, ასე რომ ისინი ცოტა უფრო გავრცელებულები არიან, მაგრამ მაინც ძალიან მაგრები არიან. ბიჭებო, მგონი ყველა თევზი დავიჭირეთ, რაც ამ ღრმა ნაწილში იყო. ბევრი მონსტრი თევზი დავიჭირეთ, მათ შორის ბიშერები და ჟირაფი კატფიში, მაგრამ ჯერ კიდევ მთელი გვირაბი გვაქვს დასათვალიერებელი. თუმცა რადგან ამ ტერიტორიაზე ამდენი თევზი ვიპოვეთ, თევზის მახეს დავდგამ და აქ დავტოვებთ მთელი ღამით. ასე უფრო მეტი მონსტრი თევზის მოზიდვას შევძლებთ ჩვენი სათუარას სუნით. მას შემდეგ რაც მახე დავდგი, გვირაბში სეირნობა გავაგრძელე და მაშინვე კიდევ ერთი ცხოველი შევნიშნე. ღმერთო ჩემო, ნახე, იქ თევზია. რა არის ეს? მოდი მეგობარო, შედი ბადეში. დავიჭირეთ. არ მჯერა. გონია რომ ეს გრანულოზის კატოფიშია. ესენი წარმოუდგენლად იშვიათები არიან. ჩვენ არასდროს ვიჭერთ მათ. ერთ დღეს კი უზარმაზარი გაიზრდება, დაახლოებით 6 ფუტის სიგრძის. ძალიან მაგარია რომ გვირაბში ვიპოვეთ. უკვე საკმაოდ საშიში ხდება მეგობრებო. არ ვიცი რა არის ამ გვირაბის ბოლოს. იქამდე მისვლა არასდროს შემძლებია, რადგან ალიგატორებს შევეჯახეთ. ღმერთო ჩემო, იარე. მაგრამ ეს ვიდეო განსხვავებულია. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით რომ მთელი გვირაბი გამოვიკვლიოთ და ვინ იცის რას ვიპოვით. ასე რომ გავაგრძელოთ. ღმერთო ჩემო, ნახე იქ უზარმაზარი ლურჯი კიბო არის. არა, ცდილობს გაიქცეს. დავიჭირე. შეხედე ამას. უზარმაზარია. ღმერთო ჩემო, ძალიან ტკივა ბიჭებო. ღმერთო ჩემო, ეს სულაც არ არის სასიამოვნო. ერთი რამ რაც არ მithkoms თქვენთვის ამ გვირაბის შესახებ, არის ის რომ აქ ლურჯი კიბოები დაასავსე. იმედია ჩვენ სათევზაო ხაფანში ბევრს დავიჭერთ, მაგრამ ეს ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ გვირაბში არიან. მარტო მე მგონია თუ ეს გვირაბი უფრო მოკლე ხდება. ვეღარ დგები ფერზე, მაგრამ ეს არ შემაჩერებს. ამიტომ დავიწყე ხოხვა და ბოლოს კიდევ ერთი ცხოველი ვიპოვე. ეს რა ჯანდაბაა, ღმერთო ჩემო, ეს ძალიან საშიშია, ვერაფერს ვხედავ. რა ჯანდაბაა, აქ რაღაცა უჩხული გველთებზაა, ეს რაღაც ძალიან დიდია. მოიცადეთ ხალხო, მგონი ეს გველთებზა არ არის, ეს რაღაც ბევრად უფრო იშვიათია. როგორც ხედავთ, აქ პატარა ფეხები აქვს, რომლებიც მოძრაობაში ეხმარება. ამას ამფიუმამა ქვია და თევზი არ არის. სინამდვილეში ეს ამფიბია, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად წყალში ცხოვრობს. ძალიან იშვიათია. ეს ყველაზე დიდი ეგზემპლარია, რაც კი ოდესმე მინახავს, თუმცა ძალიან ლორწოვანია. ეხლა მას კონტეინერში მოვათავსებთ და ძიებას გავაგრძელებთ. ვინ იცის კიდევ რას ვიპოვით? ღმერთო ჩემო, მგონი იქ რამდენიმე აქსოლოტლს ხედავ. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ვიცოდი რომ პირველ გვირაბში იყვნენ, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რომ აქაც იყვნენ. მოდი ვნახოთ, შევძლებ თუ არა მათ დაჭერას. აი ერთი და აი მეორე. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან მაგარია. არ ველოდი რომ ამ გვირაბში ამ არსებებს ვიპოვიდი, მაგრამ მიხარია. ალბათ ეს ნიშნავს, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, იქნებ კიდევ არიან. ამის შემდეგ კიდევ უფრო ღრმად შევედი გვირაბში და ცხოველების პოვნა სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ეს ძალიან ცუდია, მეგობრებო. ეს გვირაბი ძალიან ვიწრო ხდება და სუნთქვაც რთულდება, რადგან ჟანგბადი გვეცურება, მაგრამ ვიცი, თუ გავაგრძელებთ, აუცილებლად ვიპოვით რამე საოცას. მივდიოდი გვირაბში, როცა უცებ კიდევ ერთ გველს გადავაწყდი. თითქმის დაწმუნებული ვარ, ეს კიდევ ერთი წყლის გველია, ასე რომ შხამიანი არ არის. ღმერთო, მართლა იმედი მაქვს, რომ არ მიგბენს. აი ასე, დავიჭირეთ. გადი. ეს უბრალოდ სიგიჟეა, მეგობრებო. ვიდეოში უკვე მეორე გველია. გონია რომ ეს იგივე სახეობაა, რაც პირველი იყო, უბრალოდ ცოტა უფრო დიდია. ღმერთო მიხურებს. კარგი.
ეს რა იყო ახლა? კარგი, ეს ალიგატორის ხმას გავდა და ის თითქოს უნდა მიგბინოს. ეს კარგი არ არის. კარგი არ არის. შეიძლება ეს იგივე იყოს, რაც რამდენიმე წლის წინ ვნახეთ. თუმცა ახლა ბევრად დიდია. კარგი, უნდა გავიდეთ აქედან. არ ვიცი რატომ ისევ გველს ვიჭერ, მაგრამ თან მიმყავს. ღმერთო ჩემო, მგონი ჩვენს გემოდის. წავიდეთ, ღმერთო ჩემო. მიუხედავად იმისა, რომ გვირაბის ბოლომდე გამოკვლევა ვერ შევძელით, თორემ ალიგატორი შეფჭამდა, მაინც გვაქვს ეს თევზის მახე, რომელიც ღრმა ნაწილში დავდგით და უკვე ვხედავ, რომ შიგნით თევზები არიან. მაგრამ ეხლა მივდივართ ამ ვიდეოს მეოთხე და ბოლო დამალულ გვირაბში, რომელიც ცნობილია თავისი მომატდინებელი თევზებით. ეხლა ამ გველს გავუშვებ. ეხლა თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ეს გვირაბები გამოვიკვლიეთ იმ იმედით, რომ ქვის თევზს ვიპოვიდით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე შხამიანი თევზია და დიახ, იმ ვიდეოში ერთი მართლაც დავიჭირეთ. თუმცა ამის შემდეგ ბევრი ამბავი გავრცელდა, რომ ამ გვირაბში ხალხი ქვის თევზმა დასუსხა, რაც ნიშნავს, რომ შიგნით კიდევ ბევრია დარჩენილი. ამიტომ ეხლა ჩემი მიზანია შევიდე შიგნით და ყველა ქვის თევზი დავიჭირო, ასე აღარავინ დაისუსხება. დავიწყე ძებნა და ნელ-ნელა უფრო ღრმად შევედი გვირაბში, ფრთხილად, რომ ქვის თევზზე არ დამედგა ფეხი. ბოლოს პირველი ცხოველი ვიპოვე. რა იყო ეს? რაღაც დავინახე, არ მჯერა. შეხედეთ მეგობრებო, პირველი აღმოჩენა ამ გვირაბში, ამას მონო ქვია. და საინტერესო ფაქტია, რომ ესენი შეიძლება როგორც მარილიან, ისე მტკნარ წყალში ცხოვრობდნენ, ასე რომ ეს მართლაც მაგარი აღმოჩენაა. ჩავდოთ კონტეინერში და გავაგრძელოთ. კიდევ ერთ თევზს ვხედავ, ნახეთ რა არის ეს, ღმერთო ჩემო! გონი ეს კიდევ ერთი clown knife თევზია, მეგობრებო, მაგრამ ეს ბევრად უფრო დიდია ვიდრე დანარჩენები და როგორც მის ლაქებზე ხედავთ, ეს არის სამეფო clown knife თევზი. ეს მართლაც საოცარი აღმოჩენაა. ალბათ უნდა წავიდეთ, ალბათ უნდა დავტოვოთ აქაურობა. არ ვიცი ეს რა იყო. ეს ალიგატორის ხმა ნამდვილად არაა, მეგობრებო. ეს დინოზავრს გავს. რას ვაკეთებთ აქ? კარგი, მგონი უნდა გავაგრძელოთ და გავიგებთ. მგონი კიდევ ერთ თევზს ვხედავ. ნახეთ მეგობრებო, ეს კიდევ ერთი რაინდ თევზას გავს. მაგრამ ეს სხვანაირია. ეს ბალაყია. კარგი, დინოზავრი არ არის. ასე რომ ეს კარგია, მაგრამ ეს ბიჭი დავიჭირეთ. მგონი ეს ყავისფერი რაინდ თევზაა. ის რაღაცით clone რაინდ თევზას გავს, მაგრამ ლაკების გარეშე, ასე რომ ეს მართლა მაგარია. როცა გვირაბში უფრო ღრმად შევედი, ცხოველის ნაკვალევს გადავაწყდი, რაც ნიშნავს, რომ აქ მხოლოდ ბავაკები არაა, არამედ რაღაც ბევრად დიდი. ვაუ, ნახეთ ეს ბიჭებო, გვირაბის შიგნით კიდევ ერთი გვირაბია. ეხლა თუ გახსოვთ, პირველ ვიდეოში აქ შევედით და შიგნით უცნაური ცხოველები ვიპოვეთ. მოდით ვნახოთ ამჯერად რას ვიპოვით. აქ ძალიან ბევრი ობობაა, ეს კარგი იდეა არ არის. ღმერთო ჩემო, კარგი აქ ცხალი ჩანს. გთხოვთ, ნიანგი არ იყოს აქ. ვაუ, ეს რა არის? აქ უზარმაზარი ალბინოსი ბლეკოა. არ ვიცი, ცოცხალია თუ არა. არ მოძრაობს, მგონი უბრალოდ უნდა დავიჭირო. ცოცხალია, მოძრაობს. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას. ჩვენ აქ უზარმაზარი ალბინოსი ბლეკოა დავიჭირეთ. არ მჯერა ამის, კარგი. ეხლა რა ვქნა? ვერ გამოვდივარ. მგონი იქ შიგნით 20 ობობა მიგბინა, მაგრამ ყველაფერი ღირდა, რადგან უზარმაზარი ალბინოსი ბლეკოა დავიჭირეთ. მაგრამ ეხლა დროა გვირაბში უფრო შორს შევიდეთ. კიდევ ერთ თევზს ვხედავ. შეხედეთ ამას. ეს რა არის ბიჭებო? არ არსებობს. მგონი ეს მშვილდოსანი თევზია. ისინი ცნობილები არიან იმით, რომ შეუძლიათ წყლის გადაფურთხება და ხეებიდან მწერებისთვის ჩამოგდება. ამათ ხშირად ვერ ვიჯერთ, ასე რომ ერთის პოვნა ამ გვირაბში საოცარია. ამის შემდეგ ქვიშაში რაღაც დავინახე, რაც ქვას გავდა. მაგრამ რომ დავაკვირდი, მაივხვდი, რომ ეს ის თევზი იყო, რომელსაც ვეძებდით. მგონი ეს ქვის თევზია. არ მჯერა ბიჭებო, მართლა ვიპოვეთ ერთი. თითქმის დავაბიჯე მასზე, მაგრამ დროულად შევაჩნიეთ. კარგი, ეხლა ძალიან ფრთხილად უნდა ავიღოთ. ერთი არასწორი მოძრაობა და შეიძლება საავადმყოფოში აღმოჩნდე. შეხედეთ იმ ეკალს მის ზემოდან, რომელიც წყლიდანაა გამოშვერილი. სწორედ მაგაზე შეიძლება დაგაბიჯო და სწორედ მაგით შეგიხვანს შხამს. ასე რომ ამას არ უნდა შევეხოთ. ღმერთო ჩემო, ეხლა ვცახცახებ ბიჭებო, ეს უბრალოდ სიგიჟეა. თუ არ იცოდით, მსოფლიოში რამდენიმე სახეობის ქვის თევზაა. საბედნიეროდ ეს ბიჭი ყველაზე მომაკვდინებელი არ არის, თუმცა მაინც ძალიან შხამიანია. აი პირველი ქვის თევზა ამ ვიდეოში. თუმცა გვაქვს კიდევ დიდი გზა გასავლელი, გვირაბის ბოლომდე მისასვლელად. ვინ იცის კიდევ რამდენს ვიპოვით. და თუ გაგვიმართლა, შეიძლება ნარინჯისფერიც კი შეგვხვდეს, რომელიც ბევრად უფრო იშვიათი და ბევრად უფრო შხამიანია. გზა გავაგრძელე და შემდეგ რაც ვიპოვე, სრულიად მოულოდნელი იყო. არ არსებობს
ეს მართლად ალაფის მხტომელია? ბიჭებო, არ ველოდი რომ ესეთ რამეს ამ გვირაბში ვიპოვიდი. წარმოდგენა არ მქონდა რომ აქ იყვნენ, მაგრამ ეხლა ყველაფერი გასაგებია. ამდენი ტალახით ეს მისთვის იდეალური გარემოა, მაგრამ ეს ბიჭი ჩვენთან ერთად მოდის სახლში. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ტალახიანი წყალი იდეალურია ტალახის მხტომელებისთვის, ცხოველების პოვნა ბევრად უფრო რთული ხდება. ამიტომ დავიწყე ბადის შემთხვევით გადაკრა და ბოლოს რაღაც დავიჭირე. ნახეთ ბიჭებო, მგონი ეს პატარა მოჩვენების დანის თევზია. გონი დღევანდელ ვიდეოში ჯერ ესეთი არ დაგვიჭერია, მაგრამ ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თევზია. აუ, და მართლა დამოვიცდა მეთქვა რომ ისინი ელექტრულები არიან, ასე რომ პირდაპირ ეხლა მირთხამს დენს. კარგი, ეს მტკივა, მოდი ჩაუშვათ კონტეინერში. ნახეთ ეს ბიჭებო. კიდევ ერთი longfish-ი ვიპოვეთ. ეს ცოტა პატარაა იმ პირველთან შედარებით, რომელიც დავიჭირეთ, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდია და როგორც ხედავთ, მას ერთი ფეხი როგორც ჩანს დაკარგული აქვს. მაგრამ არ ინერვიულოთ. ამ არსებების შესახებ ძალიან მაგარი ფაქტია ის, რომ მათ შეუძლიათ კიდურების აღდგენა ზუსტად ისე, როგორც აქსოლოტლებს, ასე რომ ეს ბიჭი კარგად იქნება. ამის შემდეგ ყველაფერი შენელდა და მხოლოდ კიდევ რამდენიმე თევზის პოვნა შევძელი. მაგრამ როცა გვირაბის ბოლოსთან მივუახლოვდი, ეს მოხდა. ღმერთო ჩემო, მეგობრებო, აქ კიდევ ორი ქვის თევზაა და ერთ-ერთი მათგანი ნარინჯისფერია. ეს სიგიჟეა, მართლა არ მჯერა რომ ვიპოვეთ ასეთი მეგობრებო. ეხლა კი უნდა ვცადოთ ორივეს დაჭერა ისე რომ არ დამსუსხონ. კარგი, ჯერ დიდის დაჭერას ვცდი. ნუ დამსუსხავ, ღმერთო ჩემო. კარგი, დავიჭირეთ. ეხლა დროა ნარინჯისფერის დაჭერა ვცადოთ. როგორც ადრე თქვი, ესენი ბევრად უფრო შხამიანები არიან, მაგრამ საბედნიეროდ ეს დიდი არ არის, ასე რომ ძალიან არ უნდა ვინერვიულოთ. ღმერთო, ო არა, ძალიან ცოცხალია. კარგი, მგონი დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან მაგარია მეგობრებო. ეს კიდევ ორი ქვის თევზაა ჩვენს კოლექციაში დამატებული. ეს ნიშნავს, რომ სულ 3 ამოვიყვანეთ ამ გვირაბიდან. იმედია ეს მომავალში აქ უფრო მეტ თავდასხმას აღკვეთს. ეხლა როცა გვირაბი სრულად გამოვიკვლიეთ, დროა შევამოწმოთ ის ორი თევზის მახე, რომელიც ვიდეოს დასაწყისში დავდვით. მათ შორის ჩვენი აქსოლოტლის მახეც, მაგრამ ჯერ ნება მომეცით ესენი კონტეინერში ჩავასვა, სანამ დამსუსხავენ. შევედი პირველ გვირაბში, რომ თევზის მახე შემემოწმებინა და იმედი მქონდა კიდევ მონსტრი თევზები დამეჭირა, მაგრამ როცა მივუახლოვდი, მივხვდი რომ სერიოზული პრობლემა იყო. ღმერთო ჩემო, მგონი ეხლა ხან თევზის მახესთან უზარმაზარი კუსნაპერი დავინახე. როგორც ჩანს, ბევრი თევზი დავიჭირეთ, მაგრამ შეუძლებელია მათი ამოღება იმ კუსნაპერის თავდასხმის გარეშე. ამიტომ წყალში ჩავედი და ვცადე ფრთხილად ამომეყვანა, რომ არ დაეკპინა. მგონი ფეხით შევეხე. ო არა, გონი დავიჭირეთ ბიჭებო. ბადე ძალიან ძიმეა. ხო, ჩვენ ნამდვილი მონსტრი კუსნაპერი დავიჭირეთ. ღმერთო, კარგი, აშკარად გაბრაზებულია. ეს ბიჭი ძალიან ძლიერია. შეხედეთ მის ბჭყალებს. ის პირდაპირ ცოცხალი დინოზავრია. ნამდვილად შეუძლია თითი მოგაჭრას. მოდით, ფრთხილად ჩავასხათ კონტეინერში. ეხლა როცა კუსნაპერი უსაფრთხოდ ამოვიყვანეთ, თევზის მახის ამოსაღებად წავედი და უცებ რაღაც საოცარი დავინახე. ო, არ მჯერა, რა ხდება? დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი კუსნაპერი დავინახე. ის ბევრად დიდი ჩანდა. ბიჭებო, მგონი მთელი ოჯახი გყავს აქ. ეს კარგი არ არის. ღმერთო ჩემო, ბობი აქ არის. სად? აქვეა. დავიჭირე. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას ბიჭებო, ხელით დავიჭირე. ეს ძალიან საშიში იყო. ეს კუსნაპერი მართლა დიდია. თითქმის გიგბინა, ჰელენ. ღმერთო ჩემო, ფეხში კინაღამ გიგბინა. ისიც შიშინებს. ძალიან გაბრაზებულია. კარგი. როგორც ხედავთ, ამათ ძალიან გრძელი კისრები აქვს და ეხლა ცდილობს შემომეხვიოს, როზე მიგბინოს. კარგი, მაგრამ იმისთვის რომ არ გიგბინონ, უბრალოდ ასე ბაგნის უკანა მხრიდან უნდა დაიჭირო. ვიცი, ნამდვილად არ გინდათ კუდით დაიჭიროთ, რადგან ეს მათთვის მქივნეულია, მაგრამ ეს სიგიჟეა ბიჭებო. ორი უზარმაზარი კუსნიანა დავიჭირეთ. ეხლა ამათ გავუშვებ და მერე დროა თევზის მახე შევამოწმო. როცა აუწიე, შიგრით უამრავი თევზი დავინახე. ძალიან ბევრი თევზი დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, ნახეთ ეს ბიჭებო, ეს დიდი ტეხასური ციხლიდია როგორც ჩანს. ვაუ, რა ლამაზია. ვედროში მიდიხარ. კიდევ ერთი ძალიან დიდი თევზი ყავს აქვე. ეს ძალიან ლამაზი ალბინოსი ოსკარია. შეხედეთ მის ფორთოხლის ფერფერს, რა მაგარია. ეს რა ჯანდაბაა. რაღაც უცნაური დავიჭირეთ ბიჭებო. არ ვიცი ეს რა არის. შეხედეთ ამას ბიჭებო. როგორც ჩანს, ეს მოკოს რაღაც სახეობას გავს, მაგრამ მგონი ესეთი ჯერ არ დაგვიჭერია. თუ იცით რა არის, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ, მაგრამ ამას აუცილებლად დავიტოვებთ. კიდევ ერთი უცნობი თევზი დავიჭირეთ. შეხედეთ ამას, პატარა უცხო პლანეტელს გავს. თითქმის ვერ შევამჩნიე თავიდან. ის პატარა ჯობს გავდა, მაგრამ არა, ეს თევზია. კიდევ ერთი სპილოსვირა თევზი დავიჭირეთ. ვიჭირეთ, ესენი ძალიან მაგრები არიან და აქვე როგორც ჩანს, პატარა აზიური წითელი კუდი ყავს. არ მჯერა. როგორც ჩანს, აქსოლოტლიც დავიჭირეთ.
ძალიან მაგარია ბიჭებო. მგონი ეს იყო ყველაფერი პირველი თევზის მახისთვის. იმდენი უცნაური თევზი დავიჭირეთ, მაგრამ ეხლა დროა შევამოწმოთ მახე, რომელიც გვირაბში დავგით, სადაც ბევრი აქსოლოტლია და ვნახავთ, რამდენი დავიჭირეთ. როცა ამოვწიე, შევამჩნიე, რომ მახე ძალიან ძიმე იყო და სავსე იყო აქსოლოტლებით. ბიჭებო, იმდენი დავიჭირეთ. ცხოვრებაში ამდენი აქსოლოტლი არ მინახავს. არც კი ვიცი საიდან დავიწყო. უბრალოდ შეხედეთ ამას. უბრალოდ მუჭა ამოვიღეთ. ზოგი დიდი ყავს, ზოგი პატარა და ყველა ვინც დავიჭილეთ, ამ ვედროში ჩავდებთ. შეხედეთ ამას. კიდევ 3. მგონი ჯამში უკვე 8. მოიცადეთ, აქ მარტო აქსოლოტლები არ ყავს. შეხედეთ ამას ბიჭებო. პატარა გუ დავიჭირეთ. მოიცადეთ ერთი წუთით. ეს რა ჯანდაბა? ბიჭებო, რაღაც უცნაური ყავს აქ. რაღაც სახეობის გველთევზას გავს. ის გავს იმ არსებას, რომელიც ვიდეოს დასაწყისში დავიჭირეთ. უბრალოდ ცოტა პატარაა. კარგი, ჩავაგდოთ ვედროში, სანამ გაიქცევა. ღმერთო ჩემო, არ მჯერა. აქსოლოტლებთან ერთად ბერიეს გიგანტური სალამანდრაც დავიჭირეთ. ესენი უზარმაზრები არიან. კარგი, მახეში კიდევ ბერი ყავს. უნდა ვიჩქაროთ. ეს სიგიჟეა ბიჭებო. სიცოცხლეში ამდენი აქსოლოტლი არასდროს მინახავს. ჩავყაროთ ისინი ვედროში. აქ კიდევ ძალიან ბევრია. ღმერთო ჩემო, მოიცადეთ ეს რა არის? ბიჭებო, ეს რაღაც თევზია. ის ცოტა მტკნარი წყლის დელფინს გავს, მაგრამ დაწუნებული არ ვარ. თუ ვიცით რა არის, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ. მგონი კიდევ რამდენიმე გიგანტური სალამანდრა დავიჭირეთ. მგონი ჯამში 4 გამოვიდა თევზის მახეში. ეს სიგიჟეა. კიდევ ერთი ესეთი საზიზღარი პატარა ჩიისმაგვარი რაღაცა დავიჭირეთ. მართლა არ ვიცი ეს რა არსებაა. უცხო პლანეტელს გავს. რა სლიზიანიაო. მგონი კიდევ ერთი პატარა რბილბაკიანი კუ დავინახე. შეხედეთ მას. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია. როგორ ხარ პატარა? ვედროში შედი. და მგონი რაც დაბჭა, კიდევ 2 აქსოლოტლია ბიჭებო. გულწრფელად რომ თქვა, ანგარიში ამერია, მაგრამ თუ გინდათ, დაბრუნდით და დათვალეთ თითოეული, რომელიც მახეში დავიჭირეთ, მაგარი იქნებოდა. ჯერ კიდევ შოკში ვარ. არ ველოდი რომ ამდენს დავიჭერდი, მაგრამ მგონი დღეს დავამტკიცეთ, რომ ეს დამალული გვირაბები სავსეა გიჟური ცხოველებით. თუ გინდათ მეორე ნაწილი ნახოთ, უბრალოდ მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი ქვემოთ. შემდეგ ვიდეოში გნახავთ ბიჭებო. შვიდობით.